არაზღაპარი ამ სახელწოდებით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში თოჯინების გამოფენა გაიხსნა. პირიმზისა, პირიმთვარისა, თინათინი, ტასო ქეთევანი და პიანისტი ელისო. გამოფენაზე 1940-1960-იან წლებში შექმნილი ქართული საავტორო თოჯინები იყო წარმოდგენილი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თოჯინები, რომლებიც მრავალფეროვან კულტურულ მეხსიერებას ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენის კონცეფცია ეფუძნება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას. მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს და ამ სივრცეში თქვენ ნახავთ სხვადასხვა დროს მუზეუმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თოჯინებს, რომელთაც სამუდამოდ აქ დაიდეს ბინა, ხოლო მასპინძლად გევლინებიან სპეციალურად მუზეუმისთვის შექმნილი უნიკალური საავტორო თოჯინები. ეს დღე ჩემთვის როგორც მეთოჯინისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გამოფენილია უნიკალური ნამუშევრები და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მეთოჯინეებისთვის, ყველა დამთვალიერებლისთვის იქნება საინტერესო. მნიშვნელოვანია იმით, რომ გამოფენილია პირველი მეთოჯინე ავტორების ნაკეთობები, ნამუშევრები.